ფესტივალი ოქროს თვალის სამაუწყებლო ტექნიკის პირველი საერთაშორისო გამოფენით გაიხსნა. Event Hall-ში 200-მდე ლიდერი მწარმოებელი კომპანიაა წარმოდგენილი, ტარდება მასტერ-კლასები, რომელსაც საერთაშორისო დონის ექსპერტები უძღვებიან. კინო და ტელეოპერატორების მეოთხე საერთაშორისო ფესტივალი 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მსგავსი ტიპის ტექნიკის გამოფენა რეგიონში არ ტარდება და ერთადერთი არის ამ შემთხვევაში ჩვენი. ჩვენი მიზანი არის საქართველოს აქციოთან რეგიონალურ ტექნოლოგიურ ცენტრად და გამოფენა ჩამოაყალიბოთ ყოველწლიურ მზარდ ღონისძიებად. რაც შეეხება წლევანდელ გამოფენას, 15 საერთაშორისო კომპანია, მსოფლიო გიგანტი ჩამოვიდა საქართველოში. საქართველოში ეს ჩემი პირველი ვიზიტია და ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, რომ დღეს ამ ლამაზ ქალაქში ესეთ გამოფენაზე ვიმყოფები. ფესტივალი არა მხოლოდ საქართველოსა და ამ ქვეყანაში არსებული მედიის წარმომადგენლებისთვისაა საინტერესო და მნიშვნელოვანი, არამედ ევროპული რეგიონებისთვისაც. ეს გამოფენა თითოეულ ჩვენგანს ძალიან ბევრ გამოცდილებას მატებს. პირველად ტარდება ჩვენ რეგიონში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ კავკასიაში პირველად ტარდება ესეთი გამოფენა. ეს მართალია მეოთხეჯერ არის ეს ფესტივალი, მაგრამ გამოფენის კუთხით პირველად კეთდება. ის ნამდვილად საჭიროა, აუცილებელიც არის, იმიტომ რომ ტელეკინო სივრცეში მომუშავე ადამიანებისთვის ეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია.